წამება არაადამიანური მოპყრობა და ღირსების შელახვა. ასეთია საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასება საპოლიციო ძალების მოქმედებაზე, რომელიც სადამსჯელო ოპერაციად შეფასდა. კრიტიკულია Human Rights Watch-ის მიერ 24 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიში. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციის სასტიკი ძალადობის გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს. ანგარიშის მიხედვით თბილისში პოლიციამ აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ სასტიკი ძალადობის ხერხებს მიმართა, მათ შორის უსაფრთხოების ძალები ფართომასშტაბიანი და როგორც აღმოჩნდა, სადამსჯელო ქმედებებისას დევნიდნენ, ძალადობრივად აკავებდნენ და სცემდნენ აქციის მონაწილეებს. პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობა დაფიქსირდა როგორც პოლიციის მანქანებში, ისე განყოფილებებშიც. ეს სხვა არაფერი არ არის, თუ არა წამება და არადამიანური მოპყრობა. უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები ძალადობის ათობით მსხვერპლს გაესაუბრნენ, რომლებმაც მიიღეს სხვადასხვა ტრამვები, მათ შორის ტვინის შერყევა და მრავლობითი მოტეხილობები ცხვირის, სახის ძვლების, ნეკნებისა და კიდურების არეში. ამის პარალელურად კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასობით დემონსტრანტს აუყენა ბრალი პოლიციის დაუმორჩილებლობის სამართალ დარღვევაში, თუმცა არასათანადო მოპყრობის სერიოზულ ბრალდებებთან დაკავშირებით ეფექტური ზომები ვერ ან არ მიიღო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გავრილოვის ღამისთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ის იყენებს სპეციალურ დანაყოფებს, სპეცრაზმს, სხვა სახე დაფარულ პოლიციელებს, აუცილებლად მათ უნდა ჰქონდეთ რაიმე სამკერდე ნიშანი, რომელიც შესაძლებლობას გახდის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დაყენებას გადამეტებული ძალის გამოყენების შემთხვევაში. იმ პირობებში, როდესაც ეს ფაქტიურად შეუძლებელი ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია ეგრეთ წოდებული ზემდგომი ზედარგოლის პასუხისმგებლობა. ძალის გადამეტების, ცემის, ღირსების შელახვის არაერთი მტკიცებულება აქვს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. კვლევაში დევს ფოტო, ვიდეო მასალები დაზარალებულთა მონათხრობი, რომელიც გამყარებულია დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზით და კლინიკური სამედიცინო ჩანაწერებით. 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი დასკვნა ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ დამოუკიდებელ სასამართლო სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან ერთად, ასევე წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად სამედიცინო დოკუმენტების და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში მიღებით დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა წამების პრაქტიკას. სასამართლო სამედიცინო მტკიცებულებები აჩვენებს მსხვერპლთა წამების შემაშფოთებელ მოდელს, სადაც სახისა და თავის დაზიანებები განსაკუთრებით ხშირია. ბევრმა დაზარალებულმა მიიღო მძიმე დაზიანება, მათ შორის ცხვირის ძვლის მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევები და რბილი ქსოვილების მასშტაბური დაზიანებები. ორგანიზაციების ყურადღების ქვეშ ექცევა საქართველოს პროკურატურაც, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებს კურირებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის და მასთან ერთად დაკავებული პირების წინასწარი პატიმრობის შეფასებისას დოკუმენტში აღნიშნავს, რომ ბრალდებულს პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოს, თუ აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით და რომ წინასწარი პატიმრობა პროკურატურის ხელში პოლიტიკური ანგარიშწორების იარაღია. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას პროკურორი ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა და სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა. დასაბუთების ვალდებულება მოიცავს პროკურატურის ტვირთს, წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებითაც შეიძლება დამტკიცდეს აღკვეთის ღონისძიების მოცემული საფუძვლის რეალურობა. მოცემულ შემთხვევაში პროკურატურას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც ობიექტურ პირხსენებული საფრთხეების რეალობაში დაარწმუნებდა. პროკურატურა მხოლოდ ზოგადი აბსტრაქტული ხასიათის მსჯელობით შემოიფარგლა. უმოქმედოა სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც, თუმცა სავარაუდო დანაშაულების მასშტაბურობას მათ მიერვე გამოქვეყნებული ინფორმაციაც ადასტურებს. ოცნებას დაქვემდებარებული წესი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 291 პირი, მათ შორის 38 ჟურნალისტი. დაშავებული 164 პირის მიმართ დაინიშნა ექსპერტიზა. უწყება სწავლობს ვიდეო სამეთვალყურეო კამერების, ინტერნეტ სივრცეში და მედიის გავრცელებულ კადრებს, სადაც მოქალაქეთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებია აღბეჭდილი. ჩანაწერთა ჯამური რაოდენობა ამ ეტაპისთვის 1100 საათს აღემატება.
მტკიცებულებათა შეგროვების მიზნით სასამართლო განჩინების საფუძველზე ამოღებული იქნა 36 პირის ტანსაცმელი, რომელზეც დაინიშნა ბიოლოგიური და ტრანსოლოგიური ექსპერტიზები. დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიმდინარეობს აქციაზე დაკავებულ პირთა ადმინისტრაციული სამართალ-წარმოების მასალების გამოთხოვა და შესწავლა. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებისა და დაშავებულ მოქალაქეთა დაკავებაში მონაწილე სამართალდამცველების გამოკითხვები. არაერთი დარღვევის ძალის გადამეტების ადამიანების უმოწყალოდ ცემის მიუხედავად ამ დრომდე არც ერთი ძალოვანის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. ამ დრომდე თავისუფლად დათარეშობენ ნიღბიანი ზონდერებიც, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებიან მათ, ვიზეც დირექტივას მისცემენ. ასეთ ფაქტებზე უმოქმედოა პოლიცია, რომელიც წესით საზოგადოების უსაფრთხოებაზე უნდა სრულნავდეს.